აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილთა ხელშეწყობის შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაციისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით ახალ პროგრამებს იწყებს. გიორგი ჯინჭარაძემ ახალი პროგრამები აფხაზეთის მთავრობის ხდომაზე განიხილა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატივების ფარგლებში დაფინანსდება სასწავლო კურსები სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით. გაიცემა სახელოვნებო სტიპენდიები და ამოქმედდება სტაჟირების პროგრამა აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს პროგრამები დევნილი მოქალაქეების შრომის ბაზარზე ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, ხოლო თითოეული პროგრამის განხორციელება ცენტრალური მთავრობის მიერ გამოყოფილი დამატებითი რესურსით ხორციელდება. ჩვენ ვიწყებთ სასწავლო კურსების დაფინანსებას ისეთ მოთხოვნად პროფესიებზე, როგორიც არის დიზაინი, ციფრული მედია, მულტიმედია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე ვიწყებთ ახალ პროგრამებს განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით. აქ ჩვენ ვაწესებთ სახელოვნებო სფეროს სტუდენტებისთვის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სახელოვნებო სტიპენდიას 300 ლარის ფარგლებში წარმატებული სტუდენტებისთვის და ეს არის იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი мотиваცია ამ სფეროში გაიკვალონ საკუთარი კარიერა და ასევე ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის სისტემაში შემავალი სახელოვნებო შემოქმედებით კოლექტივებში ჩვენ მათ ვთავაზობთ სტაჟირებას.